ჩემი ათეული და გიორგის ათეული თუ რატო თulit რომ ეს ავტომობილები არის მახინჯი. მოდი თუ შენ დაიწყე. აუ მე მე-10 ადგილზე ისეთი ავტომობილი ვყავს, რაც ეხლა. ცოტა ისეთი სადგმელია. ვიღა გაგიცვლი. არ მინდა. არ გინდა? კარგი მომენტი. მოდი შენ პაც მოგცემ ხა. მე-10 ადგილზე მყავს რატომღაც BMW i3. BMW-ს მეგონი მსგავსი ტიპის ავტომობილი არ ეკადრება. აი ცა რაღაცნაირად. ნუ კი მესმის რომ ეს ავტომობილი არის გამოშვებული იმისთვის რომ რაღაც ეკონომიური იყოს და ქალაქისთვის იყოს, მაგრამ შეეძლოთ ბევრად უფრო ლამაზი გაეკეთებინათ. მე-9 ადგილზე ყავს BMW Z13. ვერ მივხვდი საერთოდ რა მე მგონი კონცეპტ კარი არის. კონცეპტ კარი არის მე მგონი, მაგრამ თან იცი რა არის? კომპაქტის წინა ვიზუალი აქვს და არა კომპაქტი ყავდა და მოუწოს კი ანუ მართლა მახინჯია. ძალიან გავრცელებული ავტომობილია მე-8 ადგილზე. საკმაოდ ისეთი Mercedes A-კლასი. A-კლასი, აუ, საშინელი ავტომობილია. ყველა ეძახის Mercedes-ის შეცდომას კი. შენ ყავდა ეს ამ ავტომობილის შემდეგი ვერსია. რომელი? Insights რო გავდა. ეგ ვაფშე სხვა რაღაცა არის. ჩემი წერზე Insights ხაზი ცალკე იყო კაცო. მოკლედ Honda Insights. Insights-ის პირველი თაობა, რომლის არაფერი არ მომწონს და ვფიქრობ, რომ არის აი ძალიან საშინელი ავტომობილი. მაგრამ ერთი ნათელი წერტილი ხო ქონდა? კი, დეშბორდი. მაჩვენებლები იყო ძალიან ლამაზ. გადავედით, რა თქმა უნდა, რუსულ ავტომობილებზე, იმიტომ რომ როგორც სულ წარმოსადგენი იქნება. ვერ ისწავლეს ისე ავტომობილების წარმოება. ეს არის ლუაზი. 1302 არის, ასე ვთქვათ, მისი დასახელება და ძალიან რაღაც ცუდად გამოიყურება რა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი ამ ავტომობილს კარგი განმავლობა აქვს, ვიზუალურად ძალიან ისეთი არის რა. და საქმეს აკეთებს მარტო. საქმეს აკეთებს მარტო რა. სოფლებში გამოდგება რა, რაღაცების გადასაზიდად, გადმოსაზიდად. შემდეგი მოდის ისევ რუსული, ეს არის WAZ 2120, რომელსაც რუსული ასე ვთქვათ, ხალბატონის სახელი ქვია ნადეჟდა. ძალიან მახინჯი ავტომობილია, რა ვქნა. თუ ვინმეს მოგწონთ, გემოვნებაზე არ დაობენ. ლადა 3-ერთიანი რუსებიდან, მოდი, იტალიელებზე გადავედით. აქ Fiat იქნება ალბათ, ხო, რა თქმა უნდა. Seat Marabella. აჰა, Seat-ით გახსენე. აი, ძალიან რაღაცნაირი არის რა. აი, უცნაური არაფერი არ აქვს პროპორციაში საერთოდ. და ანუ ეს ავტომობილი არის ჩემი აღმოჩენა რა, როცა ეს რუსულ ავტომობილებს ვეძებ, ეს ავტომობილი აღმოვაჩინე და აი ვერ მივხვდი უბრალოდ რატო გააკეთეს ესეთი. ეს არის GAZ 3106 Volga. ხო. რომელიც არის SUV-ის ტიპი და აი ძალიან მახინჯი, მართლა მახინჯია. და პირველი არის ჩემი საყვარელი, რომლის გადაღებაც მინდა უკვე რამდენი ხანია და ვერ ვნახე საქართველოში რომ გადავიყო რა. ისევ იტალიელი ხო, რა თქმა უნდა. კი, ისევ იტალიელი არის და ეს არის Fiat Multipla. აი, Multiplaში რო უყურებ, ადამიანს გონია რომ აკვარიუმში არის თევზი გამოკეტილი. აი, რაღაცა ეგეთი. ყველაფერს ხო აი რაღაც თავისი ახსნა აქვს. აი, ამ ავტომობილების დიზაინერები რას ფიქრობდნენ, როდესაც ამას ყატავდნენ? აი, შეიძლება ეთქვას, რომ ძალიან დიდი ხანი კონცეპტი უფრო კაი იყო და რეალობაში თუ სხვა გამოვიდა. ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე და ვერ მივხვდი. მოკლედ ეს არის ჩემი მახინჯი ავტომობილების ათეული. მე ვფიქრობ, რომ კიდე ერთ 20 ავტომობილს დავამატებდი, მაგრამ ეხლა საუკეთესოები ამოვარჩიე. აბა შენთან რა ხდება? არ გადამიშლია და ჩემთან არის ესეთი რამ. მოდი მე პირველიდან მოვყვები რა. ეს არის Pontiac Aztec-ი. გეწოდინება ეს მანქანა. Breaking Bad-ის მთავარ პერსონაჟსაც ყავდა. ძალიან მახინჯი მანქანა, უბრალოდ ვთანხმდებით. აი, ფორმები არ აქვს საერთოდ არაფრის. მეორე ადგილზე გავიყვანე Sanyong-ი. ზოგადად, აი, არც ერთი ავტომობილი არ მომწონს მათი. აი, არც ვიზუალი ვერ ვერსია. ერთი არის Rodius-ი გავიყვანე, რომელსაც რაღაცა უკანონო მიშენება აქვს თავზე. ვიცი. აი, არც ერთი ხო არ ჟდება არაფერში, მაგრამ ეს განსაკუთრებით მახინჯია. მესამეზე გავიყვანე Tata Magic Iris-ი. აი, Kinder-ში რო ამოგივა. აი, ზუსტად ეგეთია. თუ რამეს ვაჭარბებდე. ანუ მე და შენ რო ჩავждეთ, ალბათ რეალურად არის გამოიყვანეს რაღაცა სამარშრუტო მოდელივით, მაგრამ ორი კაცი რო ჩავждდეს, ალბათ всё, ანუ აღარ არის სივრცე რა, მეტი.
რა თქმა უნდა, Chrysler PT Cruiser-ის გარშე არ შეიძლებოდა. ხო, შორს ხდება ხოლმე თბილისში. ბევრი დადის. ძალიან ბევრი დადის. სულ მეცინება ხოლმე რომ დავინახო. და ჩემი ფავორიტი არის კიდე ერთ-ერთი, რომელიც აქ არ შემხვედრია, ეს არის Suzuki X90. შენ მოგწონს ეს მანქანა? მე მომწონს, იმიტომ რომ ძალიან საყვარელია ბაყაყს. ბაყაყს, მაგრამ აი როგორი ეს რო ყოფილიყო ცოტა გაწელილი, უფრო რაღაც პროპორციებში ჩაჯდებოდა. იცი რა? სათამაშო როგორ არის? იაპონიაში სხვა შორის აი მინდა გითხრათ, ვართ აი ეს პატარა ავტომობილები და იმდენად ასე ვთქვათ მჭიდროდ ცხოვრობენ, რომ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ამერიკელები ვით რაღაც 5 მეტრიანი ავტომობილები. ხო, მაგრამ ესეთიც აი მაყურებელიც ხედავს ეხა და ესეთიც და სხვა შორის მე მომწონს. აი, Chevrolet SSR. აი, ბულკი არის, მე პირდაპირ სიტყვის კიშმიშიანი ბულკი. კიშმიშიანი ფარებია, კიშმიშები და ბულკია რა. შემდეგი, Toyota გავიყვანეთ. ეს არის Wheel V. აი, არ ვიცი, კატასტროფა არის. ხო? Toyota-სგან აი მაგას არ ველოდი ნამდვილად. თან საკმაოდ საინტერესო ადამიანია, ბევრი ძალიან მაგარი ავტომობილი ყავს ჩვენ ციცნობ, მაგრამ ეს რატო ყავს არ ვიცი. კიდე ერთი ავტომობილი არის Mitsuoka Orochi. ოღონდ ეს ავტომობილი არის აი self-ებს რო იღებენ და ტუჩებს რო პროწავენ. აი პირველი შთაბეჭდილება არის ეგ. ისეთ სახელებს იაპონური იქნება. ხო, ზედმეტად გამოპრანჭული ესეთი ავტომობილია. შემდეგ გავიყვანეთ Corbin Sparrow, ფეხსაცმელი არის სულ. აი მართლა პირველად მესმის. ამ ფოტოს აი ფეხი რო ჩაადგა ორ ცალს იული ჩვეულებრივი ფეხსაცმელი და აი ეს ავტომობილი კიდე აი არ ვიცი რას მივამსგავსო Aurora Safety Car ესე ქვია ძალიან უცნაური ვიზუალი აქვს აი გონია რომ პირანია არის და უნდა მოგაჭამოს რამე რა აი რო შეხედავ ერთ-ერთზე რო დარჩები შეგეშინდება თან Safety Car-ი დაარქვეს იმიტომ რომ უსაფრთხო უნდა იყოსო მაგრამ ეგეც ვერ არის მაგმაჩენეგარი. შეხედე. შეიძლება რა მოგაჭამოს რა დაგიდგეს წინ. აი არ ვიცი. ძალიან უცნაური მანქანაა რა.